აბა როგორ ხარ ჩემო საყვარელო ადამიანებო? მოგიკითხავთ დიდი მადლიერებით, სიყვარულით, პატივისცემით და არ ვიცი რატომ, მაგრამ დღეს ძალიან დადებით ემოციებში ვარ, ძალიან ისეთ ენერგიებში ვარ, რომ მგონია რაღაც წილად ეს ალბათ თქვენი რომელიღაცის ან რამდენიმე თქვენგანის ან სულაც ყველა თქვენგანის დამსახურებაა და მგონია რომ გაშლაც რაღაცა ძალიან პოზიტიური უნდა გამოვიდეს. რაც ცოტა უნდა თურმე ადამიანს, ხო, საკმარისია შენს ორბიტაზე ისევ გადაეკვეთო იმ ადამიანებს, რომლებსაც აი არაფრის გამო უყვარხარ, არაფრის გამო უხარიათ შენთან ყოფნა. ეს ბავშვების მეგობრები იქნებიან, ეს იქნებიან თქვათ ახლობლები, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავს. სულაც არ ვიცი, დიდი ხნის უნახავი ბიძა ან ვინმე ასეთი, ხო? და უცებ ხვდები, რომ სულ რომ არაფერი, მარტო აი ამ ადამიანების ფასად აქვს შენს ცხოვრებას აზრი. საერთოდ ალბათ მრავალწახნაგოვანი სიტუაციებიდან ჩვენი ხო ცხოვრებისეული, რამდენიმე წახნაგი ყოველთვის განათებულია და ყოველთვის სითბოს მომცემია ჩვენთვის და ამას ვანახეთ სანთელიც რაღაცა ჩემს ენერგიებში შემოვიდა, ხო, რაღაცა მეცეკვება და სანთელიც აცეკვდა. ხო და აი სულ მცირედ რამდენიმე საათიან განტვირთვასაც კი ასეთი ენერგეტიკის და აურის ადამიანებთან, რომელსაც მართლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე უყვარხარ და სიამოვნებ შენთან ყოფნა, თურმე რაღაც ზღვა ენერგიის მოცემა შეუძლია, რომელიც შეიძლება დღეებიც კი გაყვეს ადამიანს. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ გაშლას, ვფიქრობ გავაკეთოთ ასეთი შინაარსის გაშლა. რა ენერგიებშია დღეს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, ხო? რას გრძნობს, რას განიცდის და ზოგადად რა ხდება მასთან? მოდით გავაკეთოთ ორ ვარიანტზე, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან მიგრძელდება ხოლმე, რაც არ უნდა ვიცადო, რომ არ ასე ვთქვათ გავწელო და იყოს კვარცის და ციტრინის ქვები. პირველი, მეორე ვარიანტი და დავიწყოთ, ხო, სანამ დავიწყებ, ემიგრანტებო, მოგესალმებით, არ ვიცი, აი ალბათ ხან ვფიქრობ ხოლმე, რომ ცოტა დაუჯერებელიც არის ასე ძალიან საკუთარი თავით სხვებისთვის გინდოდეს საუკეთესო, მაგრამ დამიჯერეთ, რომ მართლა თითოეული თქვენთაგანისთვის, მიუხედავად იმისა, რა ენერგიით ხართ შემოსული, რა დამოკიდებულებით, ხო? აბსოლუტურად თითოეული თქვენთაგანისთვის გულწრფელად მემეტება ყველაფერი საუკეთესო და ზუსტად ისეთი ტიპის ცხოვრება, როგორიც თქვენ გინდათ, ხო? და ინახეთ სანთელი, ნუ სასწაულებს შვება. იმიტომ რომ მე მჯერა, რაც მეტი ბედნიერი და გახარებული ადამიანი იქნება, მით მეტად გახარებული იქნება ზოგადად სამყარო და მით მაღალ ვიბრაციებში იქნება ზოგადად ყველას ჩვენი ენერგეტიკა, ხო? და მოკლედ ბევრი რომ არ გამიგრძელდეს საუბარი. მოდით დავიწყოთ გაშლა. რომელ დასტაზე გავაკეთო? მოდი ჯადოქრების დასტაზე გავაკეთებ, ძალიან რაღაცა აი ძალიან ახლოს მოვიდა ეს დასტაც ჩემთან. ეს ბოლო პერიოდი. თუმცა ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, როცა საკუთარ თავთან დაკავშირებით მაინტერესებს ხოლმე რაღაცეები, მაინც მინდა არ მინდა. სუფის ტაროს ვიკითხები ხოლმე რაღაცეებს და გადამიფრინდა დაკიდებული მამაკაცის არკანი ჩავდებ დასტაში. ეს უბრალოდ ვიცით რატო გაჩვენეთ, მე ხშირად ხდება ხოლმე რომ გადამიფრინდება და დავაბრუნებ ან ამოვა და დავაბრუნებ, ისევ იგივე ამოდის და მაინც რომ ნანახი გქონდეთ, ხო? კარგით, პირველი, მეორე ვარიანტი და პირველი ვარიანტი. აბა ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი? ისე დღეს ჩემთვის ხომ არ ვილაპარაკო და თითოეული არკანი ესე მაინც და მაინც თქვენამდე რომ მომაქვს ხოლმე. რა ვიცი, შესაძლოა მთლად ესე ცოტა მოსაბეზრებელიც იყოს.
მაგრამ ხო, ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი? ადამიანი ცალსახად არის. აქ აი როგორი იცით? აი უეჭველია რომ ვიტყვით ხოლმე ძალიან მეოცნება, ძალიან შემოქმედებითი ადამიანი, ძალიან კეთილი. აი როგორი კეთილი ადამიანია, იცით? არასდროს არაფერი რომ არ ენანება სხვა ადამიანებისთვის. ცოტა ილუზორული მომენტებიც რომ ეპარება და ზედმეტად ჯერა ხშირად სიტუაციების და ადამიანების ზედმეტად რომ იცის მინდობა. აი როგორ გითხრათ, თვითონ რომ დააჯენს ადამიანს გარდერობის თავზე, ხო, პირობითად ვიძახი, ძალიან უხეშ შეტარებას ვიძახი და იქიდან ჩამოსulis უფლებას რომ არ მისცემს, რომ არა შენ აი უნდა იჯდე და შენ ესეთი მაგარი და კარგი ხარ, რომ შენ იქ უნდა იყო და მე აქედან შენ ქვემოდან უნდა გიყურო. აი დაახლოებით ესეთი მომენტი და ну რა თქმა უნდა რაღაც გარკვეული ტიპის სიმართლეებიც შესაძლოა ჰქონდეს ხოლმე. ანუ ადამიანი შესაძლოა იყოს არკანი მაგის, მაღალი არკანის მიხედვით დაინტერესებული ფსიქოლოგიით, ეზოთერიკით, ამავდროულად შესაძლოა იყოს ფილოსოფოსი ან ფსიქოლოგი, ან კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამ თემებით და ამ დარგებით დაინტერესებული ადამიანი, შესაძლოა იყოს პოლიტიკოსი, შესაძლოა იყოს ჟურნალისტი და იურისპრუდენციის განათლების მქონე. თასების მიხედვით შესაძლოა ეს ადამიანი იყოს რაიმე შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენელი, ან თეატრის, ან საესტრადო მომღერალი, ან თუნდაც იგივე მძერწავი, თიხის, ხო, თიხაზე მომუშავე, ან მხატვარი, შეიძლება შესაძლოა თავისთვის იჯდეს და წერდეს ან სიმღერებს, ან ლექსებს, ან. საჯაროა და მინდა, არ მინდა, მოკლედ აი ამ ჟანრში, ანანანის ჟანრში, ან დას ჟანრში, ხო, დროფით მიწევს საუბარი. კარგით, შემოკარგო ადამიანებო, ვნახეთ ვინც არის და მოდით ახლა აბა ვნახოთ რა შვება, როგორ არის. თქვენთან დაკავშირებით ცალკე ვიკითხოთ რას გასაუბრებთ, მაგრამ ზოგადად მოვიკითხოთ როგორ არის. რამე ხომ არ უჭირს. აბა როგორ ხარ გვაჩვენე? ოხ. და საინტერესო ენერგიებია. აქ შემთხვევით სამკუთხედი ხომ არ არის. ეს ჩვენში რო დარჩეს და რა ვიცი, მე გავაგრძელებ კითხვას და ვნახოთ აბა რას გვაჩვენებს. მეგობრებო, ხმლების დედოფალი. კვერთხების დედოფალი. თასების მეფე. ვარსკვლავი და ხმლების სამიანი. როგორი კომბინაცია ვინც ერკვევით ტაროში? გადასარევი, ხო? საწყალი ადამიანი გახლეჩილი კი არ ვიცი, შეიძლება 2 და 3 ქალს შორისაც, ანუ ხუმრობ. აქ როგორი მომენტია გეტყვით, მეგობრებო, თვითონ რა ენერგიებშია, ხო, როგორ არის, რა ენერგიებშია ეს ვიკითხეთ. აი რა ხდება და რა ამბავია მის ცხოვრებაში, მოდი მე დავსვამ კითხვას, რომ არავირიოთ. ადამიანი ძალიან დაბნეული და არეულია. მასში არეულია ძალიან ბევრი ენერგია, კონფლიქტური ენერგიებიც, აგრესიული პასაჟებიც, ვნებებიც, ღელვებიც, ნერვიულობაც და არანორმალურად ზღვა ემოციებიც. ადამიანი რომ გითხრათ, რომ დაცლილია თქო ემოციურად, არა ვერ გეტყვით. პირიქით, ანუ აი თითქოს ტკივილისგან სიამოვნებას რომ იღებენ, ხო ხდებით ეგეთი ტიპის ადამიანია, იმიტომ რომ სასწაული შემოქმედებითი ნიჭი აქვს, ფანტაზიის ძალიან მაღალი უნარი აქვს და ეს ეხმარება იმაში, რომ ანუ მიღება-გაცემის ბალანსი მეტნაკლებად შენარჩუნებული ჰქონდეს, მაგრამ ადამიანის ცხოვრებაში რაღაცა სამი ხანჯალი გვინდა არ გვინდა არის, თანაც დააკვირდით როგორი საინტერესო არკანია, თუ ხედავთ და აღიქვამთ. აი, წიგნი დევს საწოლზე.
მელნით და საწარკალამით და სანიშნით თითქოს რაღაცა თან კითხულობს და თან თითქოს აი რაღაც ხაზებს რომ ვუსვამთ ხოლმე ხო იცი რა ძალიან უნდა დაიმახსოვრ რაღაცა ესეთი მომენტები ანუ ატრიალებს გონებაში რაღაცებს მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილება რომ ვერ მიუღია კარგით ეხლა მოდი ეს გითხარი შენ ჩვენ ენერგიები გავიგეთ და გავარკვიეთ მაგრამ აბა რა ხდება შენთან ეს გვანახე აბა რა ხდება შენთან აჰა და რა ხდება და მოკლედ უნდა არ უნდა უწევს манипуляციები. უწევს გარკვეული როგორი მომენტები იცით როგორც სიტუაცია მოითხოვს იმის მიხედვით რომ უნდა იმოქმედოს. არ იცნება, მაგრამ ვთქვათ უნდა გაიცინოს, ვთქვათ სპორტული ტანსაცმლით უნდა სადღაც წასვლა ხო, ნუ ისე უხეშად რომ ვთქვათ, ულტრირებულად და ჰალსტუხში უნდა გამოიჭიმოს და შარვალ კოსტუმში. აი რაღაცა ესეთი მომენტები აქვს, რაღაცა ეს დაიწონას მომენტი, ბალანსი რომ შეინარჩუნოს, მოკლედ გარკვეული ტიპის манипуляციებზე მიდის. და მიდის რატომ? ნახეთ, აქ მაქვს მე ხმლების მეფე და პაჟების და რაინდი. მათ შორის ერთი თასები, ერთი პენტაკლები. ამას მეგობრებო არ გამოვრიცხავ შვილები ყავდეს. რაღაც საოჯახო საქმიანობებით იყოს დაკავებული. რაღაცა ბავშვების სწავლაზე იყოს გადართული, სწავლის გადართული არა ნახეთ. რაღაცა აი ამ თემებს ალაგებდეს და აგვარებდეს, შეიძლება მისი რომელიმე შვილი არ ვიცი, სადმე საზღვარგარეთაც მიდიოდეს, არ გამოვრიცხავ, აქ ისეთი კომბინაცია მაქვს. მის ცხოვრებაში რა ხდება? სხვათა შორის, ან მეორე ვარიანტია, ნუ საჯაროა გაშლა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა ვქნა, ამანს ვერ ავწდები, ხო? შესაძლოა არ ასაკით თქვენზე პატარაა, ნახეთ. და თვითონ იყოს რაღაცა კვალიფიკაციის ამაღლების პირობებში ან ანუ ბიზნესა აი რაღაცა ახალთან დააკავშირებით. და ვიღაც უწევდეს მფარველობას. აი ეს მომენტიც უფრო გათამაშდება ბევრზე. მაგრამ მეორე მომენტია რომ ვიღაცებს პატრონობს და ანუ ვიღაცების საქმეები აქვს ასე ვთქვათ დასალაგებელი. გადაწყვეტილება მიღებული აქვს უკვე, ანუ ამ საქმეებთან დაკავშირებით და სისრულეში მოყვანას ელოდება ძალიან მალე, ხო? ანუ რაღაცა სულ წადიმოდის მომენტშია. აი რომ ვიტყვით ხოლმე რაღაც საქმეებზე დავრბივარო დაახლოებით ესეთი მომენტი და ესეთი ამბები ხდება. აქ მე ქალი არ მომივიდა. ნამდვილად არ მაჩვენა არაფერი. მოდი აბა კონკრეტულად ეხლა მის ცხოვრებაში რა ხდება ქალი მანახე ვინმე თუ არის აბა მანახე არა აქ ქალი არ არის მეგობრებო არა აქ აბა როგორ უნდა გითხრათ ნახეთ რა ფაზლია ეწყო არა ნახეთ რა ფაზლი აეწყო შეხედეთ ცხრიანი ხმლები ხუთიანი ხმლები, ექვსიანი პენტაკლები, შვიდიანი კვერთხები და იეროფანტის არკანი. არა. მე აქ ამ ეტაპისთვის მეცაც გეტყვით თქვენ თუ მოიაზრებთ თქვენს თავს ან მის პარტნიორის პოზიციაზე ხო ქალი არის თუ არა მის ცხოვრებაში და ეს თქვენზე თუ ფიქრობთ თქვენ პაუზაზე ხართ. ანალოგიურად თუ მამაკაცები მისმენთ მამაკაცებიც ხართ პაუზაზე.
აქ ემოციური კრიზისია, ძალიან დიდი დეფიციტია ემოციურ ნაწილში. მატერიალურად ვერ ვიტყვი, რომ ამას რაიმე ტიპის გაჭირვება ქონდეს, მაგრამ აი იცით როგორ მომენტშია, იერობა აი უფრო სულიერ მომენტებზე რომ არის ახლა გადართული, უფრო თვითანალიზზე, უფრო რაღაც აი ცოტა ზემოდან რო უყურებს რაღაცებს და ვნებებს რომ მაქსიმალურად თრგუნავს, ანუ დააკვირდით აი პირველად მოთხოვნილებებზე რომ არ არის ორიენტირებული, ანუ ბიოლოგიური ფაქტორები უკანა პლანზე რომ აქვს გადატანილი და რაღაცა უფრო სხვა პრიზმიდან იხედება. და მთავარი კითხვა, რას გრძნობს, რა ენერგიებშია ჩემი მაყურებლის მიმართ, მონახე? რა ენერგიებშია ჩემი მაყურებლის მიმართ, მაჩვენეთ. და რა საინტერესოა მეგობრებო, აქ რაღაცა იმ დღესაც რო გავშალე არ იქაც ეს ენერგიები დამიფიქსირდა, ვიღაცის ენერგიებს ვიჭერ. არა, კარგით რა, თავში ვთქვი მე რომ სიგნიფიკაციაში, ესე იგი გამოდის რომ აი ცოლი ყავს და ცოლი არ ყავს რა. დამჯერეთ ძალიან ბევრი ოჯახებია ეგეთი მეგობრებო რა. აი კი, არა, ცალს აქ ეს მომენტია. და გეტყვით ახლა რატომაც. ერთი არკანიც ამოვიღოთ, აბა მოიცათ. და ყველაფერს მოგახსენებთ, არაფერს არ დაგიმალავთ მენდეთ, ჩემი ეს ბედნიერი სიხარული რაღაცა ჩამიყარა წყალში, ხო გავბრაზდი. გეუბნებით რა, აი პირველივე გაშლის მომენტიდან რა ენერგიაც წამოვა, ხო? არიდე თავი დაემალე გაიქეცი, გამოიქეცი, მაინც ის ჯდება ბოლოს და მოიკალი თავი, ჰა. თავში ხომ თქვი რომ აქ რაღაც სამკუთხედის სუნი მცემს თქო და ქალი არის თუ არა არაჩვენა. შვილები მიჩვენა, ნახეთ, ან გაცილებულია, მაგრამ აქ უფრო გაცილებული არ მგონია, აქ როგორი მომენტია, იცით, აი ძალიან დიდი პოტეში თვითოულ თქვენთაგანთან რა. მე პირველი ვარ მეუღლეების დამცავი, მე პირველი ვარ ოჯახის დამცავი, მაგრამ უნდა ვთქვა ის, რასაც ხედავ და რა ენერგიაც მომდის. სახლში ხომ ყავს, აი არ ვიცი, რაღაც გვაქვს, მოდით, ეს უფრო სწორი ნათქვამი იქნება. აი ეს პოზიცია აქვს ამ ადამიანს თუ მამაკაცი თუ აკიდე მამაკაცებო, ანალოგიურად. ქალს ქმარი ყავს, მაგრამ ქმარი არ ყავს. თორე აი ვიკითხოთ, გავაგრძელოთ და ვნახოთ, ხო, თუ მე ვტყვი ვარ, ბოდიშს მოვიხდი. აქ ესეთი ენერგიები მომდის, რომ ერთადაც რომ ცხოვრობდნენ, არაფერი საერთო როგორც ქალს და მამაკაცს არ აქვს, ამიტომაც ტარო ვერ ხედავს. ტარო რომ იცოდეთ მეგობრებო, არ ხედავს აქ რა არის გაკეთებული და ბეჭედი სად არის ჩარტყმული. ტარო ხედავს ენერგიას. ტარო და მარტო ტარო არა, მაღალი ძალები, ტარო არასწორად თქვი, ბოდიშს ვიხდი. ტარო ხედავს ძალიან კარგადაც იმ ოფიციალურს მაპატიეთ კოსმოსი, ხო, აი ზემოთ, ანუ ზემო ძალებისთვის, მაღალი ძალებისთვის, ხო? სხვა რაღაცეებს იჭერს ის, სხვა რაღაცეებს ხედავს წყვილში. წყვილში ის ენერგიებს მოიაზრებს. შეყვარებული ადამიანებს მოიაზრებს და არა საჯარო რესტრი დაკანონებულ კავშირს. ახლა ნახეთ რისი თქმა მინდა. თქვენთან დაკავშირებით. აქ აუცილებლად ყოველ მიზეს გარეშე მზის არკანი ნახეთ. ორსული ქალის პოზიციით არის წარმოდგენილი და იმპერატრიცაც ორსული ქალის ენერგიით არის წარმოდგენილი. თქვენთან დაკავშირებით ეს ან თქვენ გხედავთ პირიქით, როგორც მისი შვილების მომავალ დედას, ან კიდევ ერთი მომენტია, მეგობრებო, იქ რა კი ღახმლების დედოფალი ამოვიდა, შესაძლოა თქვენ დაცილებული წყვილი ხართ.
ცოლი იყავით, ან ქმარი იყავით და ერთად აღარ ხართ ახლა. მაგრამ ეს მცირე რაოდენობაზე გადათამაშდება, ეს არ იქნება ბევრ პროცენტულად. აქ პროცენტულად მე უფრო მომდის როგორი მომენტი იცით, რომ აქ რაღაც ბავშვზე იყო საუბარი. აქ რაღაცა თქვენთან შესაძლოა ორსულადაც იყავით, ან ზოგადად გეგმავდით ორსულობას. შესაძლოა ვიღაცა საერთო შვილიც გყავდეთ და მამამ საერთოდ არ იცოდეს, ან მამამაც იცოდეს, ან დედამ, ხა ნუ დედაზე ცოტა ისეთი მომენტი იქნება, რომ არ იცოდეს, მაგრამ მამაკაცებისთვისაც და გოგო ქალებისთვისაც ხო გადააკატავეთ, ანუ ყველა შემთხვევაში აქ რაღაცა ბავშვის მომენტი ფიგურირებდა თქვენს ურთიერთობაში. მაგრამ გარკვეული მანიპულაციებით არ გამოვრიცხავ, რომ აქ ცოტა სხვა ჩარევებიც მოხდა. ხედავთ თქვენ აქ როგორი სიმბოლოებით სავსეა ხო მაგის მაგიდა და მიმართავს გარკვეულ რიტუალს და მოხდა ისე რომ მოკლედ ამ ადამიანმა პასუხისმგებლობები ვერ აიღო. აი ამ ჩარევებით ნახეთ მიზანს მიაღწია ადამიანმა, თქვენი ურთიერთობა დაანგრია და ბავშვიც დიდი ალბათობით არ მოევლინა სამყაროს, მაგრამ თუ მოევლინა, ერთად თქვენ მაინც არ ხართ. მაგრამ დამკვეთი, შეხედეთ, დამკვეთი რა მდგომარეობაშია. ხედავთ ხო? თუ დავაკონკრეტო, როგორ უბრუნდება უკან ეს ყველაფერი. ძალიან არ მიყვარს ხოლმე ესეთი ენერგიები და ამაზე საუბარი, მაგრამ რა ქნა რაც არის ეს უნდა ვთქვა. და აგერ კი ყავს ბედნიერი პენტაკლების მეფე, რომელიც სუფრასთან დაჯდება და რაღაცა ისეთ ძალიან მაღალფარდოვან სადღეგრძელოებს იტყვის, ხო? ადამიანი, რომელმაც ვნებებს ნახეთ, გვერდი აუარა, ვერ შესწვდა, ვერ მოუფრთხილდა. ზედაპირულ ურთიერთობად ჩათვალა და დღეს თქვენთან მამაკაცი ხართ, ქალი არ აქვს მნიშვნელობა, მანძილზეა. დღეს თქვენთან პრაქტიკულად კავშირი არ აქვს, მაგრამ ემოციური ბრმა თქვენ ერთმანეთთან გააწყვეტილი არ გაქვთ. და კი აგერ თავის ოჯახში, აქაც ქალი არ ფიგურირებს, დააკვირდით ბავშვებია მარტო. და ესე უფრთხილდება იმ თავის ფასადურ ფსევდო ოფიციალურ ოჯახს. კარგით, უახლოესი ენერგიები მანახეთ აბა ჩემს მაყურებელთან. უახლოესი ენერგიები მანახეთ ჩემს მაყურებელთან. ხმლების მეფე. არა მეგობრებო, არა, ამას იმის თავი დაუფსილა არა აქვს, არა. მაგრამ შავდღეშია. რა შავდღეშია, ნეტაიცოდეთ. ამან თავის თავს რაც დამართა სიაბდლეც აღარ ქვია. ამას ცოტა სხვა სახელი აქვს. გაჩვენოთ? უახლოესი ენერგიები თქვენთან დაკავშირებით ვერ იქნება ვერაფერი, იმიტომ რომ თავის ტრონს ვერ თმობს. აქ უნდა იჯდეს აუცილებლად, ერთი ხელით ღვინო დალიოს, მეორეთი, არ ვიცი, ტორტი, ვიღაცის მიწოდებული, კაცმა არ იცის როგორი. მაგრამ რეალურად იყოს განდეგილში. და მის სახლში იყოს სულ ხმლების ენერგიები, აი ესე მიიპარებოდეს, დააკვირდით? აი ესე მიიპარებოდეს თავის სიტუაციიდან, თავისი ოჯახიდან, გამეშვით, გამანებეთ თავი, არ და გამეკაროთ. ტრანსფორმაციას გადის და თითქოს უნდა რომ რაღაცა სიახლე კონდეს და დარწმუნებულია რომ რაღაც ამ ყველაფერს გადალახავს, მაგრამ ვერაფერს ვერ გადალახავს და აკვირდით რა დღეში იქნება.
არც საწოლი ექნება ამას 7, რომელს საერთოდ არანაირი ურთიერთობა ამას შესაძლოა ზალაზე, სკამზე და სავარძელზე ჩამოეძინოს. ფინანსურათაც ცოტა ხანში პრობლემები შეექმნება და სახლში ესე იფრენენ სულ ხმლების ენერგიები. უკაცრავად სხვა ნოტით დავიწყე და სხვა ნოტაზე დავასრულე, მაგრამ რა ვქნა, მადლობა პირველ ვარიანტს. და იმედს ვიტოვებ, რომ მეორე ვარიანტი მაინც ცოტა პოზიტიური გამოგვივა. აბა ვნახოთ, ვინ მომიყვანა მეორე ვარიანტმა. ვინ მომიყვანა მეორე ვარიანტმა. განდეგილი. და ეს წეღან მეორეც ამომყვა და ეს არკანის უნდა დავდო. კარგით. ადამიანი შესაძლოა ბუნებით ინტროვერტი იყოს. შესაძლოა იყოს ჩვენი კოლეგა, ან ფსიქოლოგია, ფილოსოფია ეზოთერიკით დაინტერესებული, ან მასწავლებელი, ან ლექტორი, ან ყოველ შემთხვევაში სწავლა განათლების სფეროში მომუშავე. ადამიანი გარკვეულწილად მეოცნებე, არ გამოვრიცხავ მწერალიც იყოს. თავისთვის რაღაცებს წერდეს, თუ საჯაროდ არა. ადამიანი ძალიან გახსნილი, კონტაქტური, ოღონდ მეგობრებთან. დააკვირდით ნახერის თქმა მინდა. ინტროვერტი მე ვიგულისხმე საკუთარ თავზე, ეს არის ლაპარაკებს არასდროს, თავის ოცნებებთან იქნება და ანუ საკუთარ თავთან იურთიერთებს, ეგეთი ტიპის ადამიანები არსებობენ ნამიჯერად, მაგრამ საკუთარი საზღვრების მიღმა, რატომაც არა, კი ბატონო, თავშეყრის ადგილებიც უყვარს, სტუმარიც უყვარს, მასმიძლობაც უყვარს და ადამიანი, რომელიც საკმაოდ სხვა შორის ძლიერია, არ გამოვრიცხავ ეს ადამიანი, ნახეთ თან სანთელიც როგორ დამშვიდდა. ეს ადამიანი მუშაობდეს ძალოვან სტრუქტურებში, სამხედრო პირი იყოს, ამავდროულად შესაძლოა იყოს პოლიტიკოსიც. ან ძალისმიერი სპორტის წარმომადგენელი. კარგით, და ვნახოთ ახლა. რა შვება, რა ენერგიებშია, როგორ არის, ხო, ეს მოვიკითხოთ ჯერ. კვერთხების მეფეა, პენტაკლების პაჟია. რატო ეს არკანი და მეორე არკანის წეღან ესა დამიფიქსირდა ბოდიში ერთი წამით. ერთად ამომყვა კარტები, მაპატიეთ, გასაგებია. ესე იგი, ადამიანი რა ენერგიებშია და რაღაც საკმაოდ ისეთი მომენტები აქვს, მოწოლილი ვნებები, მოწოლილი სურვილები, შესაძლოა მოგზაურობასაც გეგმავდეს, შესაძლოა რაღაც ისეთი სიტუაციის მოლოდინშიც იყოს, რაც მას ძალიან ისეთ სიამოვნებას მოუტანს, ან სასწავლებლად მიდიოდეს, ძალიან ბევრზე ესეც გადათამაშდება, ან უბრალოდ სხვა ქვეყანაში მიდიოდეს, ანუ საცხოვრებლის ცვლილება იყოს. სამსახურის კუთხით ან მივლინება ან რაღაც ესეთი, მაგრამ სამსჯავროს არკანით უწევს თავისი ვნებების ჩახშობა, თავისი სურვილების უკანა პლანზე გადაწევა. გარკვეული მის მიერ ჩადენილი ცოდვების მიხვედრა, ოღონდ რომ არ უნდა რომ დაინახოს და თვალი გაუსწოროს, მაგრამ თვითონ რო იცის, რომ რაღაცეები გააფუჭა. და დუხს და გადმოდუხს ემოციურად, რაღაც ძალიან აწუხებს ამ ადამიანს. რაღაცას ვერ ანუ რაღაც მომენტს ვერ ხარშავს, თითქოს რაღაცას ხვდება, რომ
გააფუჭა თუ მიქარავ რომ ვიტყვიან ხოლმე რატო აბა ვნახოთ მოდით რა ხდება მის ცხოვრებაში ანუ რა ამბავია ეს ვიკითხოთ ენერგიებს გავეშვათ ხო რა ხდება მის ცხოვრებაში და ავჩეხი არკანები და მაინც ამოვიდა ის რაც წეღან იყო კი ბატონო კიდე მანახე რა ხდება მის ცხოვრებაში და კიდევ მანახე და აჰა კარგით ჩემო მეგობრებო ეხლა ვნახოთ ესენი გადავდოთ იქეთ და მივყვეთ რა ხდება მის ცხოვრებაში მის ცხოვრებაში არსებობს ადამიანი ქალი რომელიც მასთან ახლა ცოტა კონფლიქტურ ენერგიებშია მანძილზეც არის აუცილებლად შესაძლოა ფიზიკური სიშუალეც ჰქონდეთ ან უბრალოდ რაღაც პაუზა იყოს მათ ურთიერთობაში არის საკმაოდ ზომი აი არ მინდა რომ ვთქვა მაგრამ აქაც რაღაც არჩევანი მიფიქსირდება ეს შეიძლება იყოს წასვლასთან დაკავშირებული არჩევანი გადავდგა ნაბიჯი თუ არ გადავდგა ამ საქმეს მოვკიდო თუ არ მოვკიდო ხელი და თითქოს ელოდება ნახეთ დააკვირდით შანსს და კომპასს რას უჩვენებს ხო რისკენ მიუთითებს განგება ზომიერების არკანით ნახეთ თან ერთი თვალი დახუჭულებს ხო ერთი ნაწილი საერთოდ გათიშული აქვს პრაქტიკულად ისეთ მედიტაციაშია გადასული რაღაცა გარკვეული მხარის დანახვა არც უნდა და წეღან ეს ენერგიებშიც დამიფიქსირდა მაგრამ ფინანსურ სიტუაციაში გარკვეული სტაბილური მომენტები აქვს ამას არ აქვს ის მომენტი რომ ხვალ რით ვიყიდო პური და წყალიან ეგ სეზონი რომ შეიძლება რა ჩავცვა ხო კარგით აი ახლა ვინც მიყურებს იმ ადამიანთან დაკავშირებული ენერგიები მანახე რას გრძნობს მამაკაცია თუ ხალი არ აქვს მნიშვნელობა და პირველი ვარიანტის მაყურებლები მიყურებთ კაცო აქაც გადავირიე სასწაული არა აქ არ გამოვრიცხავ აი ხა მიკავია უბრალოდ არკანები გაჩვენებთ მეგობრებო სასწაული არ ვიცი აქ რაღაცა მაგრამ აქ გამოერია სხვა არკანიც. აი. ეს რაღაც ურთიერთობიდან გაქცევასაც ხომ არ ნიშნავს შემთხვევით. აბა მოდი ჩაუჯდეთ ჯერ მიღებულ ინფორმაციას და მე კიდევ დავაზუსტოთ. თქვენთან დაკავშირებით რას ფიქრობს შეყვარებულების არკანით მეგობრებო ნახეთ და აკვირდით აქ მაინც არის ორი ენერგია თეთრი და შავი ენერგია ხო თუმცა ამ ორივეს ენერგია ერთმანეთთან შემხებლობაშია და გარკვეულ კვეთას აკეთებს და იქნება გული რისი თქმა მინდა ამ ნაწილში აი ამ არკანში ხო უფრო ერთიანობის ფონია თუ არ ჩავთვლით იმას რომ თავზე გახედეთ ურჩხულის ლანდი დახურებთ ხო ანუ რა იქნება ამათი ურთიერთობა მაინც არის სათუო მაინც არის და აი ნახეთ ნუ ინავლება სანთელი გადავირიე ესე იგი როგორ იჭერს ენერგიებს ცეცხლიც ეს რაღაცა ურთიერთობიდან წასულია ამას აი ნახეთ რა ენერგიებშია თავში რო ვიკითხე თქვენთან მიმართებაში სამ ენერგიებში რაღაც აქვს თქვენთან ძალიან გაფუჭებული და სამართლიანობის არკანით კარგათაც არის მივარცხნილ მისჯილი
ეს შეიძლება თქვენ ვერ გრძნობდეთ და არ იცოდეთ და გარედან ძალიან სხვანაირად ჩანდეს, მაგრამ ეს ადამიანი კარგად ვერ იქნება რა, გაპარული ადამიანი, ადამიანი, რომელსაც თან თავისი შეცდომები და თავისი ძალიან დიდი გუდამი აქვს არასწორი საქციელების და ქმედებების, კარგად ვერასდროს ვერ იქნება. ეს დაიმახსოვრეთ ჩემგან მეგობრებო. და კიდევ ერთ პატარა გადახვევას გავაკეთებ და ძალიან მინდა რომ ყურადღებით მომისმინოთ. საერთოდ რომ იცოდეთ, არასდროს როგორც კი შეამჩნევთ ადამიანს, რომ რაღაცა ნაწილში არის უმადური. აქ ეს განცდა მომდის, აი აბა 1-2 არკანის მოიცავთ და გავაგრძელებ, მე რის თქმაც მინდა, უბრალოდ ძალიან გთხოვთ მომისმინეთ. რაღაც მინდა რომ გითხრათ. გაშლის მიღმა, მაგრამ ამასთან კავშირში. აი გეუბნებით ხუთიანი თასები. ეს ეხა როგორ უნდა იყოს კარგად? მე ხო ვთქვი რომ არ არის თქო ეს კარგად თქო და judgment აგერ აქვია კიდე მანახე აჰა და აქვია ორი არკანი ერთად ამოვიდა კი ბატონო რისი თქმა მინდა მეგობრებო ეს არ არის კარგად ნუ ხა აი ამ ენერგიებში როგორ შეიძლება რომ ადამიანი იყოს კარგად აბა დააკვირდით სამართლიანობა თავზე აგდია და სამსჯავრო თავზე ადგია ის აგდია და ეს ადგია ხო კარგით გავანებოთ მაგასთავიანი რისი თქმა მინდოდა ძალიან სწორად შეარჩიეთ სიკეთის ადრესატები ძალიან ნუ გადაყვებით ნურავის ზედ აი ამ ენერგიების მატარებელია დაახლოებით ეს ადამიანიც ვერ ვიტყვი რომ ვერ ხვდება პირველი ვარიანტისგან განსხვავებით ეს უფრო მაგრამ პირველ ვარიანტში არა პირველ ვარიანტში სურვილი იყო მაგრამ ნუ იქაც ისეთი უფხო ადამიანი იყო და აქაც ეს მომენტი მიჩანს მაგრამ აქ თითქოს გულისწყობა მეტი მოდის აი როგორი მომენტია იცით ჩემო კარგო ადამიანებო აი სიკეთეს რომ ვაკეთებთ ხო მაგალითად ადრეც მაქვს რომელიღაცა გაშლაში ნათქვამი რომ ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა მოკირწყლულია კეთილი საქმეებითო ხო და მე ჩვენ ვარდებით ხოლმე მართლა ჯოჯოხეთურ სიტუაციაში და ჩვენ გავდივართ გოლგოთის გზას ძალიან ბევრი მიმართულებით იმიტომ რომ უაზროდ გადავყარეთ ჩვენი რესურსი ეს იქნება ემოციური ეს იქნება მატერიალური თუ არ აქვს ხომ მნიშვნელობა ანუ აი დააკვირდით ვისაც წაკითხული გაქვთ იგივე ხო აი არის მომენტები რა როცა მიჭირს საუბარი რა მეგობრებო არ მინდა რომ ისე დაგანახოთ სიტუაცია თითქოს სიკეთის სურვილი გაგიქროთ მაგრამ არა უნდა გითხრათ რა ნახეთ უნდა ისწავლოთ არასთქმა უნდა ისწავლოთ საკუთარი თავის დაფასება ხშირად არის რომ არას შემთხვევაში რაღაცა გარკვეული რეფლექსები ირთვება და ვიძახით ჰოს ხო მაგრამ ნახე ადამიანებს რომელსაც შეუძლიათ თქვენ ყველა შემთხვევაში ხო ადამიანებს რომელსაც შეუძლიათ აპატიონ ადამიანს გაუგონ დააკვირდით მაინც სუდათ ამთავრებს აი გაიხსენეთ ყველაზე ცნობილი რაც შესაძლოა ყველას გაქვთ წაკითხული ხო დოსტოევსკის იდიოტი ან თუნდაც კამიუს უცხო დარწმუნებული ვარ რომ გექნებათ ვიღაცებს ეს წიგნები ხო წაკითხული სულ რომ არ გვინდა ეს გმირები და გადავიდეთ ქრისტეზე ყველა კეთილი ადამიანის ბოლო ეს არის ხო
აი დაფიქრდით, რასაც ვლაპარაკობ. ოღონდ მე იმას კი არ ვამბობ, სიკეთე ცუდია. უბრალოდ შენ თუ ამას აკეთებ, ამისთვის მზად უნდა იყო, ანუ უნდა იყო იმისთვის მზად, რომ რაღაც მომენტში არ დაგიფასებენ, შეგტრიალდებიან და თან ისე წავლენ, რომ უკაცრავად კითხვის ნიშნებს დაგიტოვებენ მილიონს, ის კი არა რომ ან მადლობა გითხრან ან რაღაც ესეთი, ხო? ასე რომ მამაკაცებო თქვენს და ქალებო თქვენს, აქ ესეთი ენერგიები მომდის, რომ ამას რაღაცა ძალიან შეეშალა თქვენთან. ამას ძალიან ისეთი და იცის თვითონ, უბრალოდ არ უნდა რომ თვალი გაუსწოროს. აი რატომ არ უნდა? მოდი აბა ვიკითხოთ რატომ არ უნდა. ცხენია და სინდისი ქენჯინის თუ უბრალოდ საკუთარი შეცდომების აღიარება არ უნდა. აბა მანახე რატომ? არ არსებობს. არა, ამ გაშლას რო გავყვე ძალიან ღრმად უნდა წავიდე. აქ ჩარევაა გაკეთებული, მეგობრებო. აქ გარდა იმისა, რომ თქვენ ფარულ ქალად უნდოდით ამ ადამიანს და მეტი შანსი არ მოგცათ. მეტი შესაძლებლობა არ მოგცათ. და ხელიდან გაუშვა თავისი შესაძლებლობა და თავისი მთავარი ძალა, რომელიც თქვენი სახით იყო, ხო? აქ ძალიან ცუდად დაუბრუნდა რაღაცები. არ ვიცი, შესაძლოა თქვენ გააკეთეთ რაღაც და იმოქმეზე მოქმედება მასზე თქვენ მიმართეთ ოსტატს. ან გაწმენდისთვის მიმართეთ და პირიქით მოხდა და აბსოლუტურად სხვანაირად დაუბრუნდა ამად. ან ბუმერანგი, არ ვიცი. მაგრამ აქ ეს ენერგია მომდის. თქვენ ფარულ ქალად უნდოდით ამას, თქვენ მეტი შანსი და შესაძლებლობა არ მოგცათ. თქვენ მეორე პლანზე გადაგწიეთ და მიიღო კიდეც პასუხი. მიიღო პასუხი და დაისაჯა. კარგი, თუ ახლავესი ენერგიებიც მანახე და დავასრულოთ, თორე ნამეტანი გამიგრძელდა 2 ვარიანტი 52 წუთი. და აი სანთელი, რა მდგომარეობაშია კი ხედავთ თქვენ თვითონაც, ხო? ალი პრაქტიკულად არ არის. კარგით, აბა მანახე თუ ახლავესი ენერგიები. ჩაფიქრებული ადამიანის და ვინც მიყურებს მისი. ეს მოგიგაკვნებთ. ეს მოგიგაკვნებთ, მეგობრებო, მაგრამ არ მიიღოთ, ისევ წავა. ამას არ აქვს იმისი ოფსილა, რომ თქვენთან დარჩეს, არა. არ შეცდეთ. ეს მოგიკაკუნებთ თქვენ, მაგრამ არ უნდა მიიღოთ. და გეტყვით რატომ არ უნდა მიიღოთ. პენტაკლების მეფეა. ეს თავის სიტუაციას არ დათმობს. სულ იქნება აი ამ აიწონა და იწონაში ორ ენერგიას შორის გაყოფილი. მაგრამ თქვენ მისთვის, ის ქალი ხართ, რომელთანაც ნამდვილი მამაკაცია, ხო? ყველა კონტექსტში. ამიტომ თქვენთან უნდა. მაგრამ თქვენ კვერთხების დედოფალი ხართ, ეს პაჟია, ეს თქვენამდე ვერ მოდის. არ ვიცი, შესაძლოა ასაკობრივი სხვაობაც იყოს თქვენ შორის, მაგრამ პაჟია, თასებშიც პაჟია. ანუ თქვენს ენერგიებამდე ეს ვერ ამოიწევა ვერც ერთ შემთხვევაში. და ნებისმიერი პატარა პრობლემის მერე ისე უკან გატრიალდება და წავა და აი ამ მდგომარეობაში დატოვებს სიტუაციას. იმიტომ რომ ოჯახი აქვს ამას უკან ამხარეს. არა. მე რომ დამიჯეროთ არ უნდა მიიღოთ და თქვენი საქმის თქვენიც. მე ვერ ჩავერევი ხო, მე შემიძლია ერთადერთი უბრალოდ რასაც მანახებს კარტი ის გითხრათ. დანარჩენი მე არაფერი შემიძლია. კარგი, ჩემო კარგო ადამიანებო, მადლობას გიხდით. ნდობისთვის მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ამ არხზე ხართ. წარმატებებს გისურვებთ და დაგემშვიდობებით. დროებით.